მოკლედ, როგორც გითხარით, დღეს ვართ რუსთავის ავტოდრომზე, სადაც ტარდება უხეში დრაგი. გიორგი სარიშვილის და მდინარაძის ორგანიზატორობით, საკმაოდ კარგი ორგანიზატორობით, მინდა აღვნიშნო, ტარდება ძალიან კარგი დრაგი ამ მომენტშიც. პატარა სენსაცია მოხდა მე მგონი. ზუსტად არ ვიცი, ვერ დავინახე, მაგრამ როგორც დავინახე, მაგას უკვე კადრში იხილავთ. რაც შეეხება ზოგადად ესეთ ივენთებს საქართველოში, ეს არის ავტოკულტურის და ავტოსპორტის ავტოსპორტისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი, შენ, რომელიც მომავალში დაჯდები ავტომობილის საჭესთან, გექნება სპორტული, ასე ვთქვათ, ჟინი და სურვილი რო იყო ჩქარი, სურვილი რო იყო კარგი დრიფტერი, სურვილი რო იყო ზოგადად კარგი რბოლელი, შენთვის ძალიან დიდი საქმე კეთდება ესეთ ივენთებზე. ეს არის, ასე ვთქვათ, ის ფუნდამენტი, რომელიც იყრება იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ თავი იგრძნოს კარგად და უსაფრთხოდ ავტოსპორტში და არა ქუჩაში. არანაირი სტრიტი ლეგალი. მხოლოდ უსაფრთხოდ წესების დაცვით ავტოსპორტი იქნება ეს დრაგი დრიფტი თუ სხვადასხვა კლასის შეჯიბრი. ასე რომ გამოიწერე არხი, გამოიწერე, ითვერ გამოიწერე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, კიდევ და კიდევ, ამას გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში, წინ ბევრი საინტერესო და კაი პროექტი გვაქვს თქვენთვის. ჩვენ ვატარებთ უხეშ drag racing-ს, ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი არხისთვის არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საიმიჯო ღონისძიება, თუმცა შანსს ვაძლევთ ისეთ ავტომობილებს, რომლებიც ვერ იღებენ ხოლმე სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას. ან ჩვენთან შეუძლიათ გამოვიდნენ და ესეთი კლასი გვაქვს street legal მანქანა, რომელიც უნდა იყოს თავიდან ბოლომდე აწყობილი. ანუ აქ არ შეიძლება გადაჭრა, გაბოლიდება, მაგისთვის ცალკე კლასი გვაქვს გამოყოფილი და ერთი სიტყვით ძალიან ბევრი ადამიანი გროვდება და მონაწილე ესეთი შეჯიბრებებისთვის. ჩვენ პირადად ავაწყეთ შარშან GTS-ი ყავდა 1000 ხენისძალიანი, რომელიც გამარჯვებული არის drag racing-ში, მაგრამ წელს უკვე ახალი მანქანით 4-ვე წამყვანში მივიღებთ მონაწილეობას ახალი M4-ით, რომელიც ასევე 1000 ხენისძალიანი არის. ამ ყველაფერს დღეს ნახავთ, დღეს იქნება პირველი შეჯიბრი ამ მანქანისთვის, ამ M4-ისთვის და რავი, ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ, რომ კარგად უნდა გვაჩვენოს თავისი შესაძლებლობები. ამიტომ მეც სიურპრიზს ველოდები, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ დადეს და ჯერ შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღია. დღეს არის პირველი ივენთი, სადაც ამ მანქანით გამოვალთ. მიდის მზადების პროცესი. Значит, вопросы про вашу машину, про технические характеристики. Ну, RS3, Stage 2, сейчас на бензине, где-то 500 сил. 500 сил, 680 моментов, где-то так. Не успел еще свечи для спирта вкинуть, поэтому пока едем так. А, на 98-й? Да, 98-й с колонки.
მოლოდინები გაქვს და რა ვიპირებ? არ ვიცი, სუპრა გაფრჩებულია. ანუ არ დადის, მაგრამ მოვედი დავფიქსირდი, დარეგისტრირებული. ანუ დადის, მაგრამ რო გავუყრი პერებოი აქ. X3M-ით კვალიფიკაციაზე გავედი პირველ ადგილზე, მაგრამ SUV კლასი აღარ ტარდება, იმიტომ რომ გუშინ ერთი მანქანა დასტუკდა, ერთი მანქანა დაიბრაკა და ვეღარ შევიკარით როგორც კლასი, მაგრამ როგორც ვიცი, პირველ ადგილზე გასული დროით, ავტომატურად ჯიპებში გადის პირველ ადგილზე და ეგ უნდა ვეცადოთ ახლა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ დროით რა. სუპრას რაც შეეხება კვალიფიკაციაზე გუშინ ვიყავი მეორე ადგილზე, დღეს დილას მანქანები რო დაემატა, მე-4 ადგილზე ვარ. მაგრამ ვერ ვივლი რა, ვიცი რომ ვერ ვივლი და გამოვა სტარტის ხაზზე დავფიქსირდები, ან გავუყრი, ან არა, ეგეც არ ვიცი. ნახოთ რა იქნება. დანარჩენი რა ვიცი, ვამზადებ და მომავლისთვის მაინც კი. ველოდებით ამ სუპრის. არა, კი, გაიქცევა, აუცილებლად გაიქცევა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოვასწარით რა. კი, კაროვკამას დააგვიანა, წინადრაგზე საერთოდ არ მქონდა, ეხლა ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და ავაწყეთ და ნასტროიკა ვეღარ მოვასწარით და მაინც დავფიქსირდით რაღაც უნდა გამოსულიყავით, გამოვედით რა. უიმედოთ, მაგრამ აქ ვართ. აი, არა უშუალოდ ყველა ვარიანტში მომავალში წარმატებები. გაიხარე, მადლობა. აბა მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ავტომობილი არის თქვენი ფავორიტი ზოგადად საქართველოს დრაგ სერიებზე, უხეში დრაგ სერიებზე და ასე შემდეგ, რაც ტარდება ზოგადად ჩვენთან. დაგვიწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ეს არხი, გამოიწერეთ. ესე იგი, რაც YouTube სივრცეში გამოჩდი, უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, შენ გავიცანი შენი პროექტი, წინადრაგზეც ქონდა შენი, ასე ვთქვათ, მონაწილეობის რაღაც შედეგების, რაღაც პრობლემების ხო, ბევრი ელოდა მან ყველაფერს, მაგრამ ეხლა როგორც ვფიქრობ, რაღაც დღეს გუშინ სხვათა შორის არიბუსტებოდა კვალიფიკაციაც უდროში ვიარეთ, 10:30 ვიარეთ, მე წავედით ბუსტი გავასწორეთ, მანქანა გავასწორეთ და სახში ვბრუნდებოდით 402 უნდა გამეზომა და ძრავი გავაფუჭე. გუშინ ღამესვე დავიწყეთ, ამოვიღეთ, დავშალეთ, განვაახლეთ, კალენვალი შევცვალეთ, კლადიშები, შატუნები, ავაწყეთ, დღეს დილით 9 საათზე დავქოქე და ბოლო ბაჩოკის დაყენება ვეღარ მოვასწარი ფიზიკურად, სანამ გავივლიდი 1-30 კილომეტრს, მეთქი ჯერ იყოს დაჭრილი და მე დავაყენებ თქო და ისე გავიდა ეს დრო, რავი, აი ძალიან მალე გავიდა ყველაფერი და ბოლო ბაჩოკის გარეშე მოვედი და ეხლა მეუნებიან რომ ბოლო ბაჩოკის გარეშე ვერ გამოგიშვებთო და დაურეკეთ ბიჭებს თემქაზე, გზაშია უკვე სადღაც 15 წუთში მოგვიტანებენ, ეხლა გახსნა და გახსნის მერე გადავალ სტარტის ხაზზე, კვადრო კლასი დაიწყება, ტოპ 32-ში ჩვენ არა ვართ, ტოპ 16-დან დავიწყებთ გარბენს და სავარაუდოდ მოვასწრებთ რა. და ერთი კითხვა მაქვს, უფრო კითხვა რა, უფრო რჩევა ალბათ, იმიტომ რომ ბევრი ასე ვთქვათ პატარა ასაკის მაყურებელი გიყურებს, ბარი მაქვს ეგრეთ წოდებულ თინეიჯერების ასაკზე და ერთ-ერთი როგორც ბევრი აქ მყოფი ადამიანი, რომელიც დრაგში იღებს მონაწილეობას, კარგი მაგალითი ხარ და მრჩევების მიმცემი პიროვნება ხარ, რაც შეეხება დრაგ რეისინგს, რაც შეეხება მანქანის ტუნინგს და ხო, ასე შემდეგ. კი, ანუ ჩვენი მიზანი ზუსტად ეგ იყო, იმიტომ რომ ჩვენი გვისწავლია, რაღაცები თავისთავად ჩვენით ვისწავლეთ, მაგრამ რაღაცებს ინტერნეტში პოულობდით, რაღაცებს მაგაცებიდან ვიძენდით და იდეაში ინტერნეტში იმდენი ინფორმაცია არ დევს, რაც ამ ჯანიან მანქანას ჭირდება და ამ პროექტებს ჭირდება და შესაბამისად ჩვენ რო ვერ პოულობდით და რაღაც პრობლემებს ვაწყდებოდით, ხვალდაზე ახალი თაობა ვინც მოვა და დრაგზე დაიწყებს მანქანის მოხდვას, მაგიტო უფრო გადავწყვიტეთ YouTube-ის გახსნა, რომ დეტალურად ყველაფერი გადავცეთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მაყურებელს და ხალხს, რომ სამომავლოდ ზუსტად იცოდნენ რა არის მერე გააკეთონ და ჩვენაირ ბევრ პრობლემებში არ გაიჩითნონ. მიზანი ეგ იყო ზუსტად რა, დანარჩენი დამიჯერე 2 მსოფლიო დონის პროექტი ყავს, ეხა ვიდეოებისთვის, YouTube-ისთვის ნამდვილად არ გვეცალა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი ცხოვრება გადმოვიტანოთ ესე ვთქვათ YouTube სივრცეში და გარეთ გავშალოთ და მაყურებელმაც ნახოს როგორ ვცხოვრობთ ჩვენ და როგორ ვაკეთებთ და როგორ ვაათენებთ ღამეებს რა. კი ბატონო. დასაფასებელი ამბავია, რეალურად ქართული YouTube-ის მოსახლოდათაც ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ ესეთი პროექტები შეიძლება კეთდებოდა მსგავსი, მაგრამ არიდო და არავინ არ იცოდა, ანუ მე თვითონ პირადადაც არ ვიცოდი, 34 წლის ვარ და არ ვიცოდი თუ საქართველოში შესაძლებელი იყო რაღაც სოფლიო დონის პროექტები გაკეთებულიყო, ვიღაცები როცა საუბრობდნენ რეკორდზე, ეს უბრალოდ იყო ხომ რომ რეკორდია რა, ალბათ არის რა. მაგრამ სოფლიოს მასშტაბით ვართ მოდებული რეკორდებში. დღეის მდგომარეობის სტოკი ძრავიდებს 980 ცხენი აქვს საბურავზე და სოფლიო 1.4 მილი გავიარეთ, სტოკი ძრავი
უცილრავი მსოფლიო რეკორდი გვაქვს მოხსნილი. არავის მსოფლიოში არ გაურლია 903-ში გავიარეთ 402 მეტრი ამ მანქანით გუშინ წინ ავტვირთეთ დრაგის აპლიკაციაზე და ამ დრაგის მერე უკვე ძრავს ამოვიღებთ, კოვკას ავაწყობთ და მერე აუცილებლად უფრო მაგარ შედეგები თვიქნებით, უფრო მაგარ დროებსაც მოხსნით და დღეის მდგომარეობით ვართ მე-14 ადგილზე, მაგრამ მსოფლიო რეკორდი სტოკის ძრავით უკვე პირველ ადგილზე ვართ რა. 903 რაღაცა იყო და ჩვენ 903-ის დაბალში გავიარეთ და ეგრე მოხსენით მსოფლიო რეკორდი. გამარჯობა ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდები? გასაგები. გაიხარე. ძალიან დიდი მადლობა. დრო რჩება დაწყებამდე, ემზადებიან მონაწილეები. მიდის საბურავების წნევის კონტროლი, იქ რაღაც სხვადასხვა ტექნიკური საკითხები, აგერ ბუბუს სუპრაც. აგერ აგრილებენ ყინულებით.